იდეა მუზეუმის შექმნის არის ძალიან მარტივი. მიხსირება შენახულ თაობას ახსოვს წისქვილის ადგილი ჩვენს ყოფიერებაში. წისქვილი იყო სხვადასხვა პოლიტიკური და სხვადასხვა ორიენტაციის ხალხის თავშეყრის ადგილი, რადიოსა და ტელევიზიის არ ყოფნის პირობებში წისქვილში ვგებულობ ტყუილსა და მართალს. ომიანობის დროს ახლა თუ თქვენ კონკრეტიკა გაინტერესებთ ჭიჭკო ჭანტურია და მისი წისქვილი მუზეუმი. მე გთხოვთ იქ ადგილზე ნახოთ, იქ თქვენ ყველაფერს პასუხს მიიღებთ. ფირნიშია იქ გაკეთებული, მე ჩვენ დავამზადებიეთ, რომ ეს არის მუზეუმი და იმ დღეს როცა მოიყო ეს პიკნიკი წისქვილში, იქ გავხსენით და დიდი პომპეზური რაღაცა ჩავიფირქეთ და განვახორციელეთ. ყავდა მეჩენგურეთა ანსამბლი ხობის 2009 წლის მსოფლიო კონკურსი რო იყო მეგრული სიმღერა იმათი ლაურეატები. ყავდა იქ და სხვა ბიჭები მოკეიფე ბიჭები. ხო, ეხლა თავად წისქვილი. ომიანობის დროს იყო დიდი დეფიციტი მამაკაცების ხალხი. ნორმალური ხალხი ჯამთელი ომში იყო გაწეული. აქ ქალები შიმშილობა იყო ნახევრად. ეს თქვენ ჩემგან გაიგებთ ალბათ სხვა წყაროებიდანაც გაგებული გექნებათ და ვთქვათ პირდაპირ ჩვენი ჭიჭკო მომხვილელი კაცი წერ გაუპარსავე კაცს არ ნახავს იგი. მაშინ კოლგეიტი და ისინი არ იყო ესენი და მადლ დაიყრიდა ჭიჭკო ბატონი და ყოველთვის წესრიებული ჰქონდა პირის ღორო. ეს დღესაც სამწუხაროდ 21 საუკუნეში ზოგიერთ მამაკაცი ესე იგი დაждებდა ყარს. და წისქვილს იმ დროს ჭიჭკოს ჰქონდა ეს და ამდენად იყო ანდამატებით იზიდავდა ქალთა პერსონაჟს და ერთი პატარა იქ მათლაფა ქვილი საგვარისი იყო იმ ქალთან ინტიმი ჰქონოდა. აი ეს არის ეს იგი არსი და მე გავაფორმეთ მას კაც გაიჟილი შვილები ამბები და ანუ მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ. დღესაც ცხოვრობენ და იმ დღეს ერთ-ერთი მე წინ წამოვწი ისინი რომ ასეთი კაი ბაბუა და მამა ყავდა და ასე შემდეგ ასე. და პრობლემები არ ქონდა ამ ადამიანს ამის გამო. არაფერი პრობლემა ვინ არ გამადლობის მეტი ვირას ეთყოდა თავარი იყო მათლობა ქვილი და ის ქალი იქ ინტიმს გააბამდა თორა ვინ იყო გამკითხა. კი. შიმშილი იყო შვილო. ეხლა იმ სექსი მოძებდა ამას ასე და ჭეჭკი იყო წესრიგებული კაცი და მამაკაცის მომხიბლავი და ასე შემდეგ. რაზია ლაპარაკი ნარაზინი კი არა იქ მეზობელი წანიწყალის იქით არის ხობის რაიონი იქ არის საჯიჯაო ხიბულა აი ეს ზონა იყო ჭიჭკოსთან იყო კონკურსი. მე მათქვენეთ იმათ რა გინდა და ეს ნარტილია და მე ამის როგორც იტყვიან ამის მომსწრე ვარ. ხოდა ამას ჭიჭკო გახსოვთ ანუ როგორ თუ მახსოვს როგორ არ მახსოვს და რამდენი წელი ეხლა მე მაშინ ვიყავი საკაცე პირველ კლასში იქნებოდი და მაგრამ ეხლა ამის არ დანახვა როგორ შემეც წისქვილი დამქონდა იქა. თუ გინდათ ეპიზოდი რომელიც მე პიკნიკის მონაწილეებს მოუყევი მივედი ცხენით და მიუტანებ ისა სიმინი და მივხვდი იქ რიგი ქონდა მას რიგი და იქ ვიღაც ხალი იყო მინაბული თვალებით ესე იგი და მე პატარა დამაეჭვა ხო და მე რიგარეშე გამიშვეს რომ მოვეცილდებიეთ იმ საქმისათვის არ ყოფილია. ამიტომ რაღაცები არაერთი მაგ წისქვილში ხდებოდა ეს ყველაფერი. წისქვილში ხდებოდა ყველაფერი. რასაკვირველია წისქვილში. აი პიკნიკზე ვიტალი თოფურიას რეკომენდაცია. ეს ზუგდიდელი კაი ესეთი კოლორიტია ზუგდიდში ვიტალი თოფურია. და თქვენ უფიქრობთ ეს შეიძლება გამონაკლისია ეს ხალხი ვინ ჩემთან მოდის იქა. ამაში არის როგორც მე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვახოცხადაია ახლა ყოფილი საგრებულოს თავმჯდომარე დღეს პირველი მოადგილე გუბერნატორი.
მე სამსახურის შემდეგ იზუბუფილო მოსილია რაღაც. რა თქმა უნდა. ხო და ეს იძველი დროა, სადიყავის შენდა კომუნისტებმა რო ვიცოდით გამოძიება და ვისთან იჯექი და რატომ იჯექი და არა დღეს თავისუფალი სამყაროა. აი ეს კიდევ ეს ყვაშილავა ყვაშილავა გესტანი პერსონალი ძალიან ეს არის ინჟინერი ჰიდრომშენებოლის სამუსი ფირმის პრეზიდენტია თან ექიმიც არის ხო ექიმი არ არის მშენებელია მაგრამ მის ფირმაში სამუსში რო შეხვიდე პრაქტოლოგი რა არის პრაქტოლოგი არის ბოასილის მოხელე ხო და ესე იგი იქ რომ და უსიცხო ოპერაციასო გააკეთებსო იყო ნუ ეხლა ეთი მქონდა აგეთი ჩვენს პიკნიკში ერთ-ერთი მონაწილე არის ბოასილით დავადებული და მე მოვიგონე ამას მართლა გაკეთებული იმიტომ იქ მას ერთ-ერთი სამედიცინო პროფილი სამუში შედის იგივე შენობაში სამედიცინო ფრაქტოლოგიას ეწევიან ისინი და ეხლა ინჟინერ-მშენებელი ჰიდრომშენებელი და ფრაქტოლოგი ცოტა სხვადასხვა მას არაფერი არ ესმის მაგრამ ხანდახან ისინი რო არიან ეს იმენად ჩახედულია ფრაქტოლოგი თვითონ აძლევს რეკომენდაციებს და მის რეკომენდაციებით უსხისხლო ოპერაციას ესე იგი ეწევიან ანუ გააკეთა მართლა იმ არ გააკეთა კაცო მაგრამ ჩვენ მეჩავი მინდოდა ეს იხუმრეთ უბრალოდ მე ვიხუმრე მინდოდა ყავს ერთი კაცი არ გეპრე ფრიდონ თოდოა ძმა ის აწუხებს ეს ამბავი და გასნა ორჯერ პიკნიკი ჩვენში ავტო თოდოა რომელსაც აქ ყიდელი ვარაცია მყარო გასტენ არ შეიძლება ეცემთ მინს პატროულია უნდა მოვიდეს ой არის სიცხენით რო იყო მაგრამ ვერ მოვიდა მე და ისაკნა ნუ არ მომკლავთო ახო საზოგადოებაშიო ეხლა იქ საჯარო და მის ფრაქტოლოგიის ეჩატარება არ გავიკეთებო და ავაცდინეს ამბავი ის სტომრები ვინ იყვნენ ანუ ძველი ზუგდელები კოლორიტული ფიგურები ხო გითხარით ფრიდონი ავტოთოდუა თქვენ გწოდნიათ ვახოცხადაია აპარატში ყავს ბიჭები კარგად ბღერიან ეხლა ყველას ვერ დაგემახსო ვერ დავიმახსო ვერ გეტყვით ტუკა ბიზნესმენს ვეძახით კაი ბიჭი ესეთ იმღერის არაუშავს სტომრები ვინ არის ეხლა ის ხალხი არის ჩემს ჯახში როგორც იტყვიან წელიწადში 4 ჯერ მაინც გამართავ მე ლენინი სოფლიო ბელადი გარდაიცვალა ნადეჟდა კრუპსკაიასგან მიღებული სიფილისის გამო და იქ სტალინმა აუგზალა ნადეჟდა კრუპსკაიას ლენინის ნახვა როცა ის უკვე იძახოდა იაპეტუხ და სტალინმა უთხრა ტინე პეტუხა ვოშტ მერალო პროლეტარიატა და იმანო ნადეჟდა კრუპსკაიამ უჩიულა პოლიტბიუროში მაგრამ არაფერი ვერ გააწყო სტალინს და არ დაუშვა ისე მოკტა ლენინი რომ ნადეჟდა კრუპსკაია არ გააკარა სიახლოვეს მე ვიღავით ამან ეს კაცები 4 თუ არ დამილდიოს 32 სლაბარი ეგელოდებს აგერ ზევითროდეს აი ой შავი კანწები როა კანახუ იყავი ეს ლიტრიანია ჩემი მოკლული ჩიხის მე ვარ საქართველოს დამსახურებულ საპატიო მონადირე და მეთევზე ეს ერთი აი ეს 4 თუ არ დამილდიოს ერთი წალინჯი ხელი ბიჭი კაცი ყავდა კონკურენტი კარგად სვამს პატარა მელკაშკები ის მივაძინი აი ეს 4 დაუდი და ჩიტი ვიდიო ეს კაცადღე პრანჭე ვინც იყო იმ ტრიო ჩვენს მამაკაცურ ცხოვრებაში პირველი ხანი რა არის ამას საძრახი მე მოუყევი ვინ იყო ჩემ პირველი ხანი იყო ყრომუნჯი ეხლა ხალებმა ჩვენ რა დავლიოდო მე ვთხარი თქვენი მეუბლის გარდა არავინ არ ყოლია მე ვთხარი პირველი მამაკაცი აი ის ადგილზე დალიოდო ხო ჩუმად მე ამას ღიად გევინები ჩუმად ეგ არის პასუხი თქვენ შეგიძლიათ მთელი ეს მსვლელობა გადაიღო თოფურიამ რომელიც მუშაობს საკრებულოში ვიტალის შვილი დანის კაი ბიჭია და იმედი ორჯერ გადამაღებია მე ზოგჯერ მე ვიჩქარე რაღაცა თავიდან მომაყოლია და ფირნიშე რაც არის დამაჭერია ხალხს და მთელი სუფრა ჩაწერილი სიმღერები არის გამზადებული შეგიძლიათ იქიდან გაიგოთ ეს ჩემი ძველი ძალი კახასოლი არის არქიტექტორი